მოგესალმებით ძვირფასო ქართველებო, ვისთვისაც ქართველობა უდიდესი პასუხისმგებლობა, ისეთ ქართველებს მოგმართავთ. ბოლო დროს მოსალოდნელმა საფრთხემ იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი ხელისუფლება აპირებს არაბებზე დიდი მიწების მიყიდვას და არაბული ქალაქების მშენებლობას, ეს ჩემთვის პირადად ძალიან მიუღებელია, იმიტომ რომ ჩვენ ქართველები ვართ და ღმერთმა ისეინება, რომ ეს სამშობლო დღემდე ჩვენი ყოფილიყო და მაგისთვის ძალიან ბევრი თავდადებული გვყავს და ძალიან ბევრი გმირი და ბევრი სისხლი და უფლი არის მაგის შენარჩუნებისთვის დაღვრილი. მამული ენა და სარწმუნოება, სამშობლო, ორი არის დედა და მამა მშობელი და მესამე არის შენი მიწა-წყალი, რომელიც სიცოცხლის ფასადაც რო დაგიჯდეს, უნდა დაიცვა და შეინარჩუნო და გადასცე შენ მომავალ თაობას. თუ ვერ შეძლებ, რომ იმას რამე მიამატო, რაც შენ წინაპრებმა დაგიტოვეს, გამოკლების უფლებაც არ გაქვს. ამიტომ ჩემთვის ეს ძალიან მიუღებელია. ჩვენ 30 წლის წინ, სანამ საბჭოთა კავშირი რო დაიშალა, მაგ დროისთვის 5 მილიონი ვიყავით ქართველები და დღეისდღეობით რო აღწერები ჩატარდა საქართველოში მცხოვრები ნაღდი ქართველი დედით და მამით არის 1,300,000. გადაშენების პირას მისულიერი ვართ და ჩვენ არ ვართ ეხლა იმ მდგომარეობაში, რომ ვიღაცებს ჩვენი სამშობლო მივყიდოთ. მე ტურისტულ სფეროში ვარ უკვე 13-14 წელია. ყველა ერის ადამიანებთან მაქვს ურთიერთობა და ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ არაბებზე საშინელი ელემენტარული კულტურა რო არ გააჩნიათ, ძალიან უზრდელები, ბინძურები და ჩვენს კულტურასთან და ტრადიციებთან შეუთავსებელი ერი არიან. და მე აქვე მინდა ვთქვა, რომ 100,000 მოწამის ერი ვართ, სააკაძის ერი ვართ, დავით აღმაშენებლის ერი ვართ, თამარ მეფის ერი ვართ, შოთა რუსთაველის ერი ვართ. ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა 100,000 მოწამე გვყავდა და ჩვენ უფლება არ გვაქვს, რომ ჩვენი მიწები ასე კაპიკებში და ასე გავასხვისოთ. ისე 6 მილიარდია თუ 10 მილიარდი, მაგას ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს. ჩემთვის ჩემი ქართველობა, ჩემი ქართველები, საქართველოთი არის ფასდაუდებელი და მე როგორც რიგითი ქართველი თავს ვალდებულად ვთვლი, რომ მაგ კუთხით ძალიან დიდი პროტესტი ჩემგან ამ უტვინო და უაზრო გაუაზრებელ ინვესტიციას ეძახიან, თორე ისინი რო შემოვლენ აქ, მერე მოგეხსენებათ მაგას რა სირთულეები მოყვება და მაგას იმ მიწის გაყიდვა მარტო კი არ მოყვება, მაგას მოყვება ჩვენი საქართველოს გადაშენება ქართველებისგან. ხართან რო დააბანზნეს იცვლის ან ფერსაო და ჩვენი გადაჯიშება მოყვება მაგას და ეს ყველა ქართველმა უნდა გაითავისოს, გაისაზროს. ეს მიწები იმ უცხოელ ინვესტორებს კი არ უნდა გადაეცემოდეთ. საქართველოს რომ მომაკვდა ერთა სიაშია, მრავალშვილიან ოჯახებს ბინები უნდა აუშენონ და იმაზე უნდა იზრუნონ ჩვენმა ხელისუფლებამ, ჩვენმა დაქირავებულმა ხელისუფლებამ. იმაზე უნდა იზრუნოს, რომ ერი გადარჩეს. ყველაზე წმინდა და საუკეთესო ერი მთელ მსოფლიოში, უძველესი ერი. მაგიტო ზოგი როგორ ცდილობს ჩვენს დაპყრობას, ოკუპირებას, ზოგი როგორ შხამს აწვეთებს ევროპიდან. ეხლა არაბებმა ფულით მოინდომეს ჩვენი მოსყიდვა და ეს არის 21 საუკუნის გლობალური ატომზე საშინელი ომი, როცა შენ სიწმინდეს, შენს ყველაფერს, რაც ყველაზე ძვირფასი გაგაჩნია ამ ქვეყნად, ცდილობენ რომ ფულით მოისყიდონ და ამას ძალიან ბევრი საშინელი მომენტი და სიტუაცია მოყვება. კარგად გაიხსენეთ დათა თუთაშხიაში, იქ რო არის შესული დათა თუთაშხია დუქანში და კიკუს როს თავაზობენ 10 მანეთად თუ 10 თუმანად გახდას,
იცით თქვენ იმას რა მოყვა და უარესი შედეგები აქ მოყვება და ჩვენი მომავალი და ჩვენი სამშობლო და ჩვენი რწმენა და ჩვენი სიწმინდე და რაც ჩვენია და რაც ჩვენ გვიბოძა უფალმა, ჩვენ ვალდებულები ვართ, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, ის დავიცვათ. აგერა 2008 წლის ომი მარტო არის მაგისი უახლოესი მაგალითი, რომ ყველამ გაითავისოს და ყველამ გაისაზროს ეს შინდისის გმირები იმაცულებს ვენაცვალე თავიანთი სიცოცხლის ფასად მკერდი მიუშვირეს მტრის ტყვეებს, რომ ეს სიწმინდე დაეცვათ და ჩვენც ვალდებულები ვართ, რომ ჩვენი მამული ენა და სარწმუნოება დავიცვათ და კბილებით გავიტანოთ ისე, როგორც ჩვენ ღირსეულ წინაპრებს ჩვეოდათ და ჩვევიათ და გვჩვევია ქართველებს და მაგას ვერავინ ვერ წაგვართმევს და ვერავინ შეგვეცილება. თორე ვინ შეგვეცილება ნახავს მერე რა და როგორ მოუვათ. ჩვენ ჯერ ვართ და ვიქნებით ყოველთვის ის ქართველები, რომლებიც ამაყობენ იმ 100,000 მოწამის თავგანწირვით, იმ 300 არაგველის თავგანწირვით და იმ ღირსეული ადამიანების თავგანწირვით, რომლებმაც ჩვენ სამშობლოს მთლიანობას და თავისუფლებას და ჩვენ წმენას და ტრადიციებს თავი შესწირეს და ანალოგიურად ჩვენ ქართველებს ყველა დროში გვყავდა ჩვენი გმირები ჩვენ გვარში და ჩვენ ქვეყანაში და დროა რომ ჩვენი ქვეყნის ახლანდელი გმირები ჩვენ ვიყოთ იმაში, რომ ეს სიწმინდე და ეს ყველაფერი რომ შევინარჩუნოთ და მადლობა ყურადღებისთვის და შევიკრიბოთ და გადავწყვიტოთ ერთხელ და სამუდამოდ ჩვენი სამშობლოს ბედი. აი აქ წყდება ზუსტად დღეს წყდება ეს ყველაფერი და ვისაც ჩემნაირად გესმით, ვისაც ჩემნაირად გული შეგტკივათ, ძალიან დიდი თხოვნა მექნება, რომ ყისიერი რეაქცია მოახდინოთ ამ ყველაფერზე.